ხო და როდესაც ესეც სულად წააწყდებით, რომ პეპელა ყვავილზე ჯდება და იწყებს ფეხების გააქტიურებას და მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გემონურ თვისებებს შეიგრძნობს იქამდე, სანამ წვენს ამოიღებს ნექტარს. დორედ დაფრინავენ და მძიმედო, მაგრამ ვიდეოში კარგად რომ გამოიჭირო, საკმაოდ დიდ ძალისხმევა გჭირდება. ძალიან მოუხელთებლები არიან სხვათა შორის. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სახეობას, ნარშავის ფრთაკუთხას, იგივე მოხატულ ქალბატონს, ეს სახელი მოხატული ქალბატონი ინგლისურიდან არის თარგმნილი და ლამაზი სახელია და რო ნახავთ, მიხვდებით რატომაც ქვია. ძალიან ლამაზი პეპელაა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ სახეობას, არის ძალიან საინტერესო და იმხელა მანძილებს ფარავენ სეზონის განმავლობაში, რომ არ ვიცი, წარმოუდგენელიც კი ადამიანისთვის, თუ როგორ შეიძლება პეპელა მოძრაობდეს ამ მასშტაბების მანძილებზე. მაგრამ ყველაფერი ნამდვილია და დეტალურად მოგიყვებით ახლა ყველაფერს, მანამდე გადავიღებ. გუშინ დამიკომენტარა ერთმა ადამიანმა, რომ ჩვენთან ამ პეპელას ნარშავის ფრთაკუთხა ჰქვია. ხო და ვნახოთ ახლა ეს პეპელა ძალიან მაღალი დაცემის კუთხეა მზის სხევის, მაგრამ მაინც უნდა გადავიღო, იმიტომ რომ ახლა დაფრინავენ აშკარად. პეპლების შეფერილობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ეს არის ერთი ფიზიკური, რომელიც ქერცლების მიხედვით ხდება მზის სინათლის, მზის სხივის დაცემა და შემდეგ ამ ფერების გარდატეხა. სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ფერი გარდატყდება. და ეს არის პიგმენტური. და ორივე ძალიან საინტერესო არის. მოგეხსენებათ, პეპლები იკვებებიან ნექტარით, სხვადასხვა ფერის ყვავილებით და შემდეგ ეს მცენარის პიგმენტები ფორმირდება უკვე მათ ფიზიკურობაში. რომელ პიგმენტსაც ბუნებაში იღებენ საკვებიდან, იმ ფერის პიგმენტი უკვე ფორმირდება მათ სხეულში. ღია ფერის პიგმენტები ძირითადად ეს არის კაროტინოიდები და ანთოციანინები, რომელიც მოყვითალო მონარინჯისფრო პიგმენტები არის. შავი პიგმენტი, მუქი ფერის პიგმენტი მათში ბუნებრივად ყალიბდება, ეს არის მელანინი, შავი პიგმენტი. სხვათა შორის მელანინი ეხმარება მათ, მოგეხსენებათ, მუქი ფერი მზის სხივს იოლად შთანთქავს და ნაკლებად ირეკლავს და ეს შთანთქმული მზის სხივი ეხმარებათ, რომ ორგანიზმი მალე გაითმონ და შედარებით ცივ პერიოდში, ცივ კლიმატშიც შეძლონ გადაადგილება. საკვებიდან მიღებული პიგმენტები მხოლოდ პეპლებში არ გვხვდება ფიზიკურად, ეს გვხვდება ფრინველებში. ძალიან ბევრი ფრინველია ესეთი, რომელიც ფერადი ხდება და ძალიან ლამაზი სანახაოია, მაგალითად კოჭობა, ფლამინგო სხვათა შორის. ცოტა ხანი ჩრდილოში დაველოდები, სანამ გამოჩნდებიან და მე გავალკვეთ, რომ ძალიან ცხელა ეხლა და მინდორზე რთულია დგომა. აი აქ მოდიან ხოლმე. პეპელა კი არა, ისეთი საშინელი მზია, რომ ნორმალური ადამიანი გარეთ არ გამოვა ამ დროს. მაგრამ ჩვენ ხო არ ვართ ნორმალურები. რაც შეიძლება მეტი სახეობა გვჭირდება, რომ ვნახოთ. მაგრამ ძირითადად მოხატული ქალბატონი გვინდა. რატომ არის უფრო მუღამიანი ბუნებაში ლოდინი? მრავალფეროვნების და არა ზოოპარკში. ზოოპარკში მიხვალ დაგხვდება მზად. რასაც გინდა გადაიღებ, როგორ პოზაშიც გინდა გადაუღებ. აქ უნდა ელოდო სიცხეში. და ისიც არ იცი მოვა თუ არა. და ეხლა ესე ვარ, ველოდები მოვა თუ არა, არ ვიცი. იქით გვიძინი დაფრინავს და ეს ვერ გადავიღე ვერასდროს. ამიტომ უნდა დაადგე და დაელოდო ყველაფერს, რისი გადაღებაც გინდა. თან 50-50-იც კი არ არის, ანუ 80-20-ზე უფრო შეიძლება იყოს შანსი იმისა, რომ ნახო. იმდენად მცირეა. იგი არის დაჯდა. ეხლა მივეპარები. ამდენივე ფოტოს გადავიღებ. შეხედეთ. გამოჩნდა. რა ლამაზია. ეს არის ჩვენი გმირი, დღევანდელი.
სადავსდევ შეხედეთ აგერიჯ და ეგრევე გამიქცა. მაგარი მოუხელთებელი, აი ძალიან მაგარი მოუხელთებელი. ხო, რაც შეეხება ფიზიკურ შეფერილობას, როგორ ხდება ახლა ეს ქერცლების მიხედვით? პეპლის ფრაგმენტებს, ორგანიზმს მიკროსკოპის ქვეშ თუ მოვათავსებთ, ჩვენ დავინახავთ, რომ მისი სხეულის ზედაპირი არა გლუვი, არამედ რელიეფურია. ეს რელიეფი განპირობებულია მისი ქერცლებით. წარმოვიდგინოთ სახურავი, რომელიც კრამიტით არის დაფარული. ზუსტად ისეთი რელიეფია პეპლის ზედაპირზეც. ერთმანეთზეა დაწყობილი ეს ფენები და ეს ქმნის შემდეგ უკვე სხვადასხვა შეფერილობას სინათლის მიხედვით. ზის ანუ ფოტონი, რომელიც სინათლის ნაწილაკია, რომელიც ერთიან სინათლეს ქმნის, აი ეს ფოტონები რო ეცემა სინათლის ნაწილაკები მის სხეულზე, გააჩნია დაცემის კუთხეს და ამ დაცემის კუთხის მიხედვით უკვე გარდატყდება სხვადასხვანაირად და ჩვენ შეიძლება სრულიად სხვაფერი დავინახოთ, ვიდრე რეალურად პეპლის შეფერილობა არის. მასზე მოხვედრილი სინათლის სხივი შეიძლება გაძლიერდეს, შეიძლება შთაინთქას. ამიტომ ჩვენ შეიძლება მკვეთრი ფერი დავინახოთ, ამ პირიქით უფრო ბაცი ფერი. ძალიან საინტერესო პროცესი არის. იშვიათად თუ შევხვდებით ესეთ ლამაზ სანახაობას, ანუ იშვიათად არა, მაგრამ ამ კუთხით ლამაზ სანახაობას. და თუ დააკვირდებით, ხო, კიდევ ის ფაქტია ძალიან საინტერესო. ხელი მოგვიკიდია ყველას პეპლისთვის და ხელზე გადაგვსულია მისი ფერები, ხო? ეს არის პიგმენტური ქერცლების ფრაგმენტები, რომელიც ხელზე ავიკარეთ. ეს ქერცლები მათ ეხმარებათ წონასწორობაშიც, ტემპერატურის შენარჩუნებაში, თბო რეგულაციაში, ანუ ტენის რეგულაციაში, რომ მაღალი ნესტი როდესაც არის ატმოსფეროში, ფრაგმენტები ეხმარებათ პეპლებს, რომ ორგანიზმმა ტენი არ აიღოს და პირდაპირ როცა ნესტი მოხდება, ტენი მოხდება ამ ფრაგმენტებზე, ესევე ჩამოვარდება დაბლა. და ჩვენ ამით ვაზიანებთ, როცა პეპელას ხელს მოვკიდებთ და ეს ფრაგმენტები აკვება, ამით პეპელა ზიანდება სინამდვილეში. მოკლედ, ეს პეპლები გადიან ძალიან დიდ მანძილებს, ალბათ ეს უფრო ესტაფეტაა, ვიდრე ინდივიდუალური რბოლა. რას ნიშნავს ახლა ეს? იწყებენ ამ ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რბოლას აფრიკიდან, სადაც თბილი კლიმატია, როდესაც ევროპაში, ევროპის კონტინენტზე, ევრაზიაში გაზაფხული დგება, ისინი იწყებენ გადაადგილებას აფრიკიდან ევროპის მიმართულებით. გადიან უდაბნოებს, სრუტეებს, რაც გზად შეხვდებათ, ყველაფერს ლახავენ ამ დაბრკოლებებს. შემდეგ უკვე ევროპაში ძალიან ბევრი, მოკლედ მთელ ევროპაში ვრცელდებიან და მიემართებიან უკიდურესი ჩრდილოეთისკენ, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. იქ ატარებენ თბილ პერიოდს და როდესაც უკვე ცივი კლიმატი ანაცვლებს თბილ კლიმატს ევროპაში, ისინი იწყებენ უკან წამოსვლას აფრიკისკენ. წარმოიდგინეთ, რამხელა მანძილზეა საუბარი. ოღონდ ამას ერთი თაობა ვერ აკეთებს. იწყებს ერთი თაობა, აგრძელებს მეორე თაობა და ბოლო თაობა უკვე ბრუნდება სახლში. წინაპრების დაწყებულ გზას გადის უკანა მიმართულებით. წარმოიდგინეთ, როგორი შთამბეჭდავი პროცესია. უკანა გზაზე წასული პეპელა არის შთამომავალი იმ პეპლის, რომელიც აფრიკიდან წავიდა ევროპისკენ. პეპლები, რომლებიც უკვე მივიდნენ უკიდურესი ჩრდილოეთით, შემდეგ უცებ ქრებიან. თავიდან ეგონათ, რომ კვდებოდნენ. მაგრამ რადარების საშუალებით დაადგინეს, რომ კი არ კვდებიან, არამედ სიმაღლეზე იწევენ ძალიან მაღლა ადიან ჰაერში. ისე მაღლა, რომ წარმოუდგენელიც კი 300 მეტრი, 400, 500 და ამ სიმაღლიდან ბრუნდებიან უკ მიმართულებით. ანუ სახლში, ესე იგი აფრიკისკენ. ეს დადგინდა ისე, რომ წარმოუდგენაც არ ჰქონდა თუ ცოცხლები იქნებოდნენ, დაადგინეს მათი სიმაღლე, მათი გადაადგილების მიმართულება და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე გაჩნდა კითხვა თუ მიმართულებას როგორ იგებენ, რომ უკან ბრუნდებიან. და ესეც გაიგეს რაღაც ცდებით, ათავსებდნენ ცილინდრულ ფორმაში ამ მოხატულ ქალბატონებს და უძრავად ამაგრებდნენ ღერძზე. ოღონდ თვალსაწიერი საერთოდ არ ჰქონდათ, ვერ ხედავდნენ ვერაფერს გარდა ცისა. და აღმოჩნდა, რომ მზის მიხედვით შეეძლოთ მიმართულებების განსაზღვრა თუ საით უნდა წასულიყვნენ და ყველა ინდივიდი იხრებოდა სამხრეთისკენ, აბსოლუტური სიზუსტით. წარმოიდგინეთ, როგორი ცოდნა აქვს მიმართულების განსაზღვრის.
შემდეგ გაჩნდა კითხვა თუ რატომ ადიან ამ სიმაღლეზე და ამასაც მიაკვლეს იმით, რომ რაც უფრო მაღლა ადიან, მით მეტად მიყვებით მეტ ენერგიას ზოგავენ და ქარის და ნიავის მიმართულებით მიდიან ძალიან შთამბეჭდავი სიჩქარით. ეს არის 50-დან შეიძლება 70 კმ/სთ-ის სისწრაფით. ამიტომ ადიან ამ სიმაღლეზე და ძალიან იოლად გადიან ამ მიმართულებას იმის გამო, რომ მიჰყვებიან ქარებს. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენთან გამოჩენილი მოხატული ქალბატონი იყენებს იმ ძალიან მნიშვნელოვან დერეფანს, რომელიც საქართველოა მათთვის გადაადგილების საშუალებაა, მათთვის საქართველოს ძალიან კარგი და საკვები წყარო, რაც თავარია. მოგეხსენებათ, ჩვენთან უამრავი სახეობის მცენარე და ყვავილია, რითაც ისინი მნიშვნელოვნად კარგ მარაგებს აგროვებენ საკვების სახით. ამიტომ თუ ამ სახეობის პეპელას შენიშნავთ სადმე თქვენთან შორი ახლოს, იცოდეთ, რომ ის ძალიან დიდ გზაზეა გამოსული და იმ მიმართულებით მიდის, რომელიც მის გენეტიკურ კოდში დევს. აი კიდევ ერთი მოხატული ქალბატონი ჩვენი. ნახეთ როგორი მოხატულია. ფოტოშორის კარგა ხანს ველოდე და ეხლა ვიჯერებ გულს. ამ პროცესს დაუძალ ლამაზია რა. ხო და რა მაგარია წარმოიდგინეთ აი ეს პროცესი, როცა რაღაცას უზიხარ და გინდა რომ აღბეჭდო და გინდა რომ ეს მასალები შეინახო. შეიძლება ასეთ დროს ისეთ სახეობას წაადგე, რომ საერთოდ აღწერილიც კი არ იყოს, ან კიდევ იმ ადგილას საერთოდ არ იყოს აქამდე დაფიქსირებული და შენ იყო პიონერი ამ საქმეში, რომ შენ იპოვე პირველად ამ ლოკაციაზე. ამიტომ ყველას ურჩევ, რომ ეს სიხარული იგემოს, იმიტომ რომ ძალიან კაია. თან რო იცი, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებ, მე უფრო სიამაყით ვდგები ამ ყველაფერს რა. აი ეს რო გაქვს საკვებად, ეს გახდები ამფერი, აბა რა იქნება. შეხედეთ რა ლამაზია. შეხედეთ კიდე რა ლამაზი გადავიღე. ეს სხვა სახეობა არის ოღონდ. ამას რო გადავიტან მე რა ლამაზი სანახაობა იქნება. გინახავთ ალბათ აი წინა ფეხებს რო აცმაც უნებს ხოლმე და რო ვერ აჩერებს. გამიფრინდა ეხლა სად წავიდა იქით სადღაც. აი აქიჯდა რა. ხო და ამ ფეხებს იმიტომ აცეცებს, რომ ფეხებში აქვს სენსორები, რომელიც აღიქვამს ყვავილის ვარგისიანობას კონკრეტულად მისთვის და მისი მუხლუხოსთვის, რომელიც უნდა გამოიჩეკოს. ფეხებში აქვს მოკლედ ეს სენსორები, გემოვნური სენსორები, რომელიც აღიქვამს ამ მცენარის გემოვნურ თვისებებს, მჟავიანობას და ასე შემდეგ. ხო და როდესაც ესეც სულად წააწყდებით, რომ პეპელა ყვავილზე ჯდება და იწყებს ფეხების გააქტიურებას და მოძრაობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მის გემოვნურ თვისებებს შეიგრძნობს იქამდე, სანამ წვენს ამოიღებს ნექტარს. ამ ყვავილზე ვინმე რამე თუ იცით მითხარით რა. მზე რო გადავიდა, ეგრევე დაიკეცა. გაშლილი ხო იყო აქ მზე, როცა იდგა, სულ გაშლილი იყო ყველა. ეხლა დაკეცილი. ნუ ეგ არის, გადავიღეთ მაინც. თან სხვა სახეობების გადავიღე. და ესეთი ლამაზია ბუნება, ესეთი ლამაზია სამყარო და საერთოდ ვერ მოიწყენ სამყაროში თუ დააკვირდები ირგვლივ ყველაფერს. იმდენად შთამბეჭდავია ყველაფერი და მე იმდენად მინდება რომ ეს ყველაფერი გაიგოთ საიდან მოდის და საერთოდ რა არის. მოწყენის და რაღაცების დრო აღარ რჩება მე, იმიტომ რომ ჟინი უკვე იქით მიგდის, რომ გაარკვიო ეს ყველაფერი საიდან მოდის. კარგი, დავანებოთ თავი. თავი მეც დავიღალე. სათხაროჩო, ოჩოც ძალიან დაიღალ. თან მაგრაც. ნუ რაც მინდოდა პრინციპში გაჩვენეთ. ბევრი ფოტოც გადავიღე, ასე თუ ისე ვიდეოც და მოკლედ კარგი იყო დღევანდელი გამოსვლა გადაღებისთვის მშვენიერი გამოვიდა. ეს იყო ჩვენი დღევანდელი თემა. მოხატული ქალბატონი.